ექსპოზიცია სახელწოდებით ზამთრის მზე დღეს კაფე ბელდეჟურში დათო მესხის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ახალგაზრდა ხელოვანი ჟურნალ ცხელ შოკოლადში დაარსების დღიდან მუშაობს. პეიზაჟები, არაორდინალური განათება, მსუბუქი და ჰაეროვანი გარემო დათო მესხმა ნამუშევრები გამოფენისთვის სწორედ ამ კრიტერიუმით შეარჩია. ფოტოები დღეს ეკა ადეიშვილმა დაათვალიერა. როგორც თავად ავტორი უწოდებს ატმოსფერულ ფოტოებს, კაფე ბელდეჟურის სარკეებიან კედლებზე კიდებს. ცხელი შოკოლადის ფოტოჟურნალისტი დათო მესხი პერსონალური გამოფენისთვის ემზადება. ერთად შეკრებილ ნამუშევრებს ზამთრის მზე დაარქვა. გამოფენის მზადება ზამთარში ვიდიოდა, როცა ყოველთვის ძალიან ციოდა ალბათ და ფოტოების უმრავლესობა ზაფხულშია გადაღებული. იდეა ის იყო, რომ ზაფხულის სამინდი შემოეტანა თბილისში, სიცივეში. ცხელი შოკოლადის დაარსების დღიდან ჟურნალში მუშაობს. განსხვავებას ვერ პოულობს კომერციული შეკვეთის თუ საავტორო თემის შესრულებისას. ყველა შემთხვევაში მთავარია იდეა და ჩანაფიქრის ზედმიწევნით ზუსტად დაფიქსირება. შეიძლება ერთი წელი არაფერი არ გადავიყო, ვიფიქრო როგორი გამოსახულება მინდა, რა უნდა იყოს იდეა ან თემა და მე შეიძლება სამი თვე ვიმუშავა, შეიძლება ერთ ადგილას ვიარო. მე დამირეკია მესხისთვის და მithქვენ, აი ხვალ რომ მიდიხარ გადაღებაზე, იცოდე რომ ამ სტატიას ქვია ეს სათაური. ანუ სათაური გმირს დავარქვი, რაღაცა მოუგონი ამ გმირს და აი იმ სათაურზე იფიქრე, როცა გადაიღებ. ან მესხს უთქვია ჩემთვის, რომ აი ესე ხედავს უკვე ფოტოებით და მე ვცდილობ რომ აი ტექსტი ისეთი შევქმნა, რომელიც აი იმ ფოტოებს გაყვება. დათოს გავს ეს კადრი. თვითონაც ძალიან უყვარს ეს უთუბრიცი და მეც მიმაჩნია, რომ ფოტოგრაფიულად ძალიან საინტერესო გამოსახულებაა. ფოტოები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია, თუმცა ავტორი ყველა კადრში იგრძნობა. ასე აფასებს ლევან ხერხეულიძე კოლეგას და მის ფოტო ნამუშევრებს. აქ არის ჯამის სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოების ნაკრებია ამ ფოტოების, მაგრამ განწყობა არის ზუსტად ის, რაც არის სათაურში. ანუ აქ არის სინათლე მზე. ატმოსფერული ფოტოები, ძირითადად პეიზაჟები, ბუნებრივი განათება, მსუბუქი და ჰაეროვანი გარემო. ფოტოხელოვანმა ამ კრიტერიუმებით შეარჩია ნამუშევრები, რომელიც დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში დამთვალიერებელს ელის.